მაიორი გელა ჭედია, ბატალიონის მეთაური, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ მაიორის შესახებ გიამბობთ. წლის 7 აგვისტოს 53 ბატალიონში განგაში გამოცხადდა. ეს სასწავლო განგაში არ ყოფილა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა საბრძოლო ამოცანის მოლოდინში დისლოკაციის ადგილზე შეიკრიბა. 8 აგვისტოს ქვედანაყოფმა ეს ამოცანაც მიიღო და მის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა. ბატალიონს მაშინ მაიორი გელა ჭედია მეთაურობდა. მაიორი ჭედია გამოცდილი სამხედრო იყო. მისი კარიერა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში. იმ წლებში ქართული ჯარი რთული არჩევანი იყო. არც ხელფასი ყოფილა მაღალი და არც ყაზარმა კომფორტული. ერთადერთი რაც მაშინ შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობით წასვლას ედგა მიზეზად, მხოლოდ შემართება და იმის ცოდნა იყო, რომ ჯარში არ მუშაობენ, აქ მსახურობენ და ემსახურებიან საქართველოს. მაშინ ძალიან მოუჭირდა ქვეყანასაც და რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტროსაც ხშირად იყო ხოლმე რომ ახლა არ ვიტყვი ახლა ხაზარ გოუსწავლ რა ვჭამდით რა სვავდით აგვეცვალ ასე მაგრამ არ იყო არაფერი ასე რომ ვთქვა დახეულები გეცვა ხოლმე მაგრამ მაინც კურსანტები გვერქვა და მაინც ჩვენ საქმეს ვაკეთებით. დინჯი ასე ახასიათებენ გელა ჭედიას მეგობრები, რომლებიც მას ჯერ კიდევ აკადემიაში იცნობდნენ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის გაწონასწორებული და გათვლილი იყო. სამხედრო აკადემიის შემდეგ სწავლა კოჭრის სპეცდანიშნულების სკოლაში განაგრძო. 2003 წელს სწორედ გელა ჭედია იყო ის მეთაური, რომელმაც 5-ჯვრიანი დროშა პირველმა ააფრიალა ერაყში. 99 წელს დაამთავრეთ აკადემია ორივემ. შემდეგ ჩვენი გზები ისევ ერთად იყო. სახლობდით სპეცდანიშნულებაში, კოჭრის სპეცდანიშნულების ბრიგადაში. ვიყავით პირველ მისიაში, რომელიც პრეზიდენტ შევონაძის დროს იყო ერაყში. მაშინ კოჭრისგან ერთი გაძლიერებული ოცეული იყო იქიდან წასული, სულ 32 სამხედრო მოსამსახურე. იქიდან რომ დავბრუნდით, შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენ სპეცდანიშნულებიდან წამოვით და შევქმნით ბატალიონი. მაშინ ჩვენ რამოდენიმე სპეცნაზელი ვიყავით. ბათუმის სარგებულ ბატალიონში ვსახურობდით და ეს ბატალიონი ჩამოვაყალიბებთ. ვიტყვიან, ჩვენ გისერზე მოხდა მაგ ბატალიონი ჩამოყალიბება. 8 აგვისტოს ბათუმის 53 ბატალიონმა საბრძოლო დავალება მიიღო. ბატალიონი ახალწვეულებით იყო დაკომპლექტებული, მეთაური ნერვიულობდა. ახალგაზრდა ჯარისკაცებს სწორედ მისი ხელმძღვანელობით უნდა მიეღოთ საბრძოლო ნათლობა. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ მაიორი ჭედიას ორივე ძმა სამხედრო იყო და როგორც სხვები, ისინი წომობდნენ. 8-ში გამთენისას ამოცანა მივიღეთ და ნაწილი ბატალიონის გადაადგილება დავიწყეთ ზემოფრისისკენ. სადღაც 15 საათისთვის უკვე ზემოფრისზე ჩვენი პოზიციები რაც დაგვავალეს დაკავებული ჰქონდა. ხამი მშვიდობიანად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გასროლას საარტილერიო ჭურვის ჩამოვარდნას. 9-ში უკვე დილით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ცარის გზიდან მოწინააღმდეგემ შემოსვლა დაიწყო. ვითარების შესახებ ბატალიონის მეთაურს დაუყოვნებლივ მოახსენეს. გამოცდილ ოფიცერს დროის კარგვა არ უყვარდა და ჯარისკაცებთან ჩავიდა. როგორც ყველა კარგი მეთაური, გელა ჭედია საკუთარი მაგალითით ხელმძღვანელობდა და არასოდეს მოსთხოვდა ჯარისკაცს იმას, რისი გაკეთებაც თავად ან არ შეეძლო, ან არ სურდა. აქვე გავიხსენებ ერთ პატარა ეპიზოდს, როდესაც შევედით პრისის სიმაღლეებზე ორი დროშა ფრიალებდა. ერთი იყო რუსეთის ფედერაციის, მეორე იყო ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის. დამიძახა მე და მითხრა, აი ეს ორი დროშა უნდა იქნეს ჩამოხსნილი და მის ადგილზე უნდა იყოს ქართული დროშა აფრიალებული. რა თქმა უნდა, შევუდექი ამ ამოცანის შესრულებას და ეს ორივე დროშა 10 წუთში იქნა ჩამოხსნილი და საქართველოს დროშა ფრიალებდა პრისის თავზე. ეს დროშები მაქვს შენახული და როდესაც გაიზრდება გელას პატარა ვაჟკაცი ლუკა, მე ამაყად მოუყვები და ამ დროშებს გადავწევ სამახსოვრად. 9 აგვისტოს მოწინააღმდეგესთან ახლო ბრძოლებში გელა ჭედია დაიჭრა. იგი საკუთარმა ძმამ ჩამოიყვანა გორის ჰოსპიტალში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. იქ არ უნდა ყოფილიყო ესეთ მაიორი ჭედია, მაგრამ ისეთი პიროვნება იყო, ყველგან ხოლმე შდებოდა. და რო შევხედე, ხელში მყავდა აყვანილი, თავი დავიდე. უცებ დაუძახე ჯარს, რომ ისა
კედელი გაიკეთებდნენ, ნუ კიდევ არ მოხვედროდა. ეგეთი ალბათ შეიძლება კინოებში აბერს ნანახი, მაგრამ რომ ჯარისკაცი მეთაურს თუ ესე გადაიღობა და ცოცხალი კედელი გაუკეთა, მაშინ პირველად დავინახე რეალურ სიტუაციაში. ნებისმიერ ჯარისკაცი მზად იყო, რომ თავის თავი გაეწერა მეთაურისთვის. ხუჩას დაურეკია, რომ მე ვერ ვეტყვი ორლევასო და თქვენ გააგებინეთო. ვერავინ ვერ მითხრა. ჩემით მივხვდი, აი რაღაცა რომ მჭირდა, მაგრამ რა მჭირდა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ სამივე იქ იყო და სამივე ჩემთვის ერთი იყო, ერთი ტკივილი იყო. და მე ისევ ჩემით მივხვდი, რომ ალბათ გელა მეთქი და გელა მოასვენეს. გელა ჭედიას ორი შვილი დარჩა, ლუკა და ლანა. პატარა ლუკა წლინახევრის იყო, თუმცა მამაც ახსოვს და ისიც იცის, რომ გმირია. სამხედრო ფორმაც აქვს იმ განმასხვავებელი ნიშნებით, რომელსაც მაიორი ატარებდა. მირჩევნია გმირის ქმრივი მერქვას, ვიდრე ვაჭრის ცოლი და ცოცხალი იყო ჩემს გვერდით. აი ცხოვრება რომ დატრიალდეს ისევ, გელა ისევ იგივეს იზამდა და რა თქმა უნდა მეც იგივე შემართებით ღირს ჩემი წვალება იმად რომ გელას შულების დედა ვარ. გელა ჭედია ვერც სამხედრო პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელში. გზები ოკუპანტებს ჰქონდათ გადაკეტილი და მისი გადასვენებაც მოგვიანებით გახდა შესაძლებელი. სიკვდილის შემდეგ მაიორი ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის მედლით დააჯილდოვეს. მისი თანამებრძოლებისთვის იგი დღემდე მისაბაძი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საველე მეთაური. მე მინდა რომ რაღაცა მოხდეს მეც ეს მდგომარეობაში გადამეფარო ჩემი ჯარისკაცი, იმდენი მინდა დავიმსახურო. და ვინ ჩემნაირი მეთაურია, სულ ყველა იყოს გელასნაირი მეთაური. ეგეთი თავგანწირვით და ეგეთი სამშობლო სიყვარულით. ომიდან გრევისა და სიკვდილის გარდა გმირობის მაგალითები და ლეგენდებიც გრჩება. ის რაზეც შემდეგ თაობები იზრდებიან და რითიც ვამაყობთ. მთავარია არ დაგვავიწყდეს მათი გახსენება და მოყოლა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მაგალითი სამწუხაროდ ბევრია. ოფიციალური მონაცემებით 2008 წლის ომში 170 ადამიანი დაიღუპა. ეს ციფრი სტატისტიკა არ არის. ეს 170 ადამიანის გმირობის ისტორიაა, რომლის შენახვაც თითოეული მოქალაქის ვალია და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი გელა ჭედია.